გამარჯობა, ეს არის კალოკასტის მესამე მგონი, ხო? მესამე ეპიზოდი და გადავწყვიტე, რომ მოგიყვეთ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან სამ გაცნობიერებაზე. თან ეხლა არის მგონი დილის 4 საათი ჩემთან ვიჯექი ესე ჩემთვის და უცებ ვიფიქრე, რომ აი ამ ვიდეოს ჩაწერა მინდა. გუშინ მცადე ჩამეწერა ვიდეო ურთიერთობებზე. დაახლოებით 35 წუთი ვილაპარაკე და მივხვდი, რომ ვერ ჩამოვაყალიბე ის, რისი თქმაც მინდოდა რეალურად. ამიტომ ის ვიდეო წავშალე და ის 35 წუთიც დამეკარგა. და ეხლა უცებ დამეცა ინსპირაცია, რომ ამაზე მინდა ლაპარაკი და ჩამოვწერე ჩემი სამი ძირითადი გაცნობიერება, რაც ძირითადად ბოლო 2 წელში მოხდა. ხო, სანამ დავიწყებთ, ძალიან მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ ვიდეო და თუ გააზიარებთ, ხო, საერთოდ ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ ძალიან მინდა აქაც მოვაგროვო community და გავაზიარო ხოლმე ჩემი მენტალური და ფიზიკური მოგზაურობა. ამას ეთმობა ჩემი მოღვაწეობა ყველა სოციალურ ქსელში. ამიტომ ძალიან გამიხარდება თუ ამ ყველაფერს დავინახავ. პირველ რიგში მინდა აგიხსნათ ჩემთვის, ჩემი აზრით, რა არის გაცნობიერება. და გაცნობიერების პროცესი არის ხოლმე მხოლოდ წამის მეათასედი. და როცა რაღაცის გაცნობიერება მოდის, აი ტვინში დაახლოებით ხდება ხოლმე რაღაცა დიჯიტალ სისტემები რო წარმოიდგინოთ, ხაზები უცებ ერთმანეთთან ერთდება და ბუმ, რაღაც იბადება. და რეალურად გაცნობიერება რომ მოდის, ჩვენ ის ყველა ინფორმაცია, რასაც ეს გაცნობიერება რაც ამ გაცნობიერებას ქმნის, რეალურად ჩვენ ეს ინფორმაცია ვიცოდით, გქონდა, შეგვემთხვა და ასე შემდეგ, უბრალოდ რაღაც მომენტში ყველაფერი კავშირდება და შენ ხვდები, რომ უი. და მათ შორის არის რაღაცები, რაც შეიძლება იცოდე, ამბობდე და იმეორებდე, მაგრამ ერთ დღეს უბრალოდ გააცნობიერო, რომლის მერეც უბრალოდ ეს ესეა. ანუ იცი, რომ ეს ესეა და მორჩა. გრძნობ და ჩემი გაცნობიერებებით ძირითადად მასზე დალაგდა, რომ უცებ ткаც რაღაც და ეგრევე ვხედავ კანონზომიერებებს, ეგრევე ვაკავშირებ ჩემს გამოცდილებასთან და ასე შემდეგ. და სამი ძირითადი გაცნობიერება მექნება, რაც მოხდა. და პირველი არის ის, რომ ყველაფერი გარშემო არის მანიფესტაცია. და ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, ჩვენ გვინდა. ოღონდ ეს ესე უხეშად ვერ ვიტყვით რა, ეხლა შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ აი აფრიკაში რო ბავშვია, იმასაც უნდა, კი რაღაცებიდან გასულია. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მე სულის არსებობის მჯერა და სულის გამოცდილებების და ასე შემდეგ, კიდე რაღაცები ბევრად უფრო ღრმად არის, მაგრამ რაღაც სიღრმეებში ვერ ჩავალ, იმიტომ რომ რაღაცები მესმის და ვგრძნობ, თუმცა ცნობიერ დონეზე არ მაქვს მატერიალიზებული. მაგრამ აი როგორც შემიძლია რომ ჩამოვაყალიბო ეს ჩემი გაცნობიერება, ესე ვიტყოდი რომ მაგალითად სამყარო გელაპარაკება ისე, როგორც შენ ესაუბრები საკუთარ თავს. ოღონდ ანუ იდენტური სიტყვებით. და ეს გაცნობიერება ერთ წამი საღეჭირეს მინდა ჩაუყლაპო. იმიტომ რომ ნერვებს მიშლის. და ეს გაცნობიერება ჩემთან მოვიდა ნელ-ნელა. ანუ რაღაცებში კანონზომიერება დავინახე, მერე ვცადე, გამოვიდა და მერე იმდენად დავიჯერე, იმიტომ რომ გამოცდილებებმა მომიტანა და ერთ დღესაც უცებ წკაპდა მივხვდი, რომ კი, რომ თურმე ჩვენი რეალობა არის ჩვენი მანიფესტაცია. და ამასთან ესეც ვხსნი, რომ რეალურად ჩვენ ყველა განსხვავებულ რეალობებში ვცხოვრობთ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვუყურებთ ერთსა და იმავეს, ჩვენ ვხედავთ განსხვავებულ რაღაცას, იმიტომ რომ ჩვენი ტვინი ესეა მოწყობილი, გამომდინარე ჩვენი გამოცდილებიდან და რავი, არის შანსი, რომ ფერებსაც სხვადასხვანაირად აღვიქვავთ. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს განსხვავებული გამოცდილებები, განსხვავებულად დამუშავებული გვაქვს ეს გამოცდილებები და ასე შემდეგ. მაგალითად, მე რომ ღრმა დეპრესიაში ვიყავი დაახლოებით 23 წლამდე და მერე დავიწყე რაღაცებიდან გამოსვლა, მანამდე მაგალითად სულ ვფიქრობდი, რომ ცხოვრება არის ტანჯვა, რავი, უნდა გავუძლო რა. მას შემდეგ რაც მე
ჩემი მაინდსეტის ცვლილება დავიწყე, ჩემთვის ცხოვრება გადაიქცა გამოცდილებად, რომელიც უნდა გამოვცადო. და სრულად ჩაეხსნა ეს ტანჯვის და წამების მომენტი. და მე თუ დამსვამ ხა ადამიანთან, რომელსაც დეპრესია აქვს, ჩვენთვის ცხოვრება იქნება აბსოლუტურად განსხვავებული რაღაც. და იმას, რომ ჩვენი ცხოვრება და ჩვენი რეალობა არის ჩვენივე მანიფესტაცია, აქვს ორი განსხვავებული მიმართულება რა. ერთი არის ის, რომ ჩვენი მდგომარეობიდან როგორ აღვიქვამთ რაღაცას და მეორე ის, რომ ჩვენი მდგომარეობიდან ვამანიფესტირებთ იმას თუ რა იქნება რეალობა. და ამის მჯერა ვერ წარმოიდგენთ რა დონეზე. ანუ ვერ წარმოიდგენთ რა დონეზე მჯერა, იმიტომ რომ აი თუნდაც ჩემს ცხოვრებაში რომ რაღაც ცუდი ესე რომ შევაფასოთ უხეშად, ხო? არ არსებობს ეს ცუდი კარგი, მაგრამ რომ შევაფასოთ, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც ცუდი რო ხდება, მე ვაკავშირებ როგორ მოხდა ეს. სხვათა შორის ამაზე ვიდეო მქონდა რა, ეს გაკეთებული, რომ ერთ პერიოდი ვამბობდი, რომ მინდა სოციალური მედიის დეტოქსი, მაგრამ ამას ვერ მოვახერხებ, იმიტომ რომ აქ მუშაობ, პროექტებს ვჭირდები და ასე შემდეგ. დაახლოებით ერთი თვის ვადაში ყველა პროექტი ჩამეხსნა, ეს იყო შარშან. ანუ დავკარგე სამსახურები, 5 ცალი, ყველა. დავკარგე და გააჩნია ხა ამას როგორ შეხედავ. უყურე შეიძლება საერთოდ ვერ დაინახო ეგ რეალობა. და ესე ხდება ზოგადად, რომ რაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში, რეალურად ჩვენ ეს ყველაფერი გვინდოდა და იმიტომ მოხდა. მე ვგულისხმობ ჩვენს პირად ცხოვრებაში და არ გულისხმობ დედა რომ გარდა გეცვლება, შენ ეს გინდოდა დედის გარდაცვალება. ეს ამ აბსურდს ცხადია ჩემი პირიდან ეს აბსურდი არ ამოვა. მე ვგულისხმობ ჩვენს პირად ცხოვრებაში, ჩვენი გადაწყვეტილებების დონეზე, ჩვენს რეალობაში რაც ხდება, ეს ყველაფერი ჩვენ ესე გვინდოდა, ან ესე დავამანიფესტირეთ. მათ შორის ცუდი რაღაცებიც, იმიტომ რომ მე თუ ვამბობ რომ რაღაც მინდა, მაგრამ ხელს მიშლის ეს, მე შეიძლება ეს დავკარგო, იმიტომ რომ ის მინდა და ეს ხელს მიშლის. მაგრამ მე შეიძლება ვწუხდე ამაზე, რომ ეს რატო დავკარგე. ხა მე დამეწყო წუწუნი, რომ ეს 5 სამსახური რატო დავკარგე, ღმერთი არ არსებობს, სამყარო ცუდია, მაგრამ რეალურად მთელი ერთი თვე იმას ვამბობდი, რომ დეტოქსი მინდა და სამსახურები ხელს მიშლის თქო და რეალურად მე ის მოხდა, რაც რეალურად მინდოდა. ანუ მომეცა საშუალება ამეღო სოციალური მედიის დეტოქსი, ანუ გამითავისუფლდა ადგილი და ძალიან ხშირად ზუსტად ესე მუშაობს ჩვენი მანიფესტაცია რა. ანუ მე თუ ვამბობ რომ მინდა ფული, მაგალითად მე როცა მანიფესტირებ ხოლმე, არასდროს მანიფესტირებ ფულზე. მანიფესტირებ შესაძლებლობებზე რომ გამოვიმუშავო ფული. და იმიტომ მე ვიცი ადამიანები, ვინც პირდაპირ ფულს მანიფესტირებენ და ან პრემიას იღებენ, ან ვიღაც ჩუქნის, მაგრამ მე ვიცი როგორ მუშაობს ჩემი გონება. ჩემი გონებისთვის და ჩემი ფსიქიკისთვის ყველაფერი დგას დამსახურებაზე. და მე უნდა დავიმსახურო, მე უნდა გამოვიმუშაო და როცა ვიცი რომ ჩემი გონება ესე მუშაობს, მე არ ვმანიფესტირებ $1,000,000, რომ ანგარიშზე გამიჩნდეს, ვმანიფესტირებ რეალურ თანხებს, რომ გამიჩნდეს რეალური პროექტი. შეიძლება ვიმანიფესტირო, რომ ეხლა 2 ახალი პროექტი დაახლოებით ამ ბიუჯეტში, იმიტომ რომ ეს ბიუჯეტი მინდა რომ მივიღო. ცოტა შეიძლება აუცდი თემას, მაგრამ ზუსტად ეგეთი რაღაცის თქმა მინდოდა, რომ ჩვენს რეალობაში ყველაფერი არის ჩვენი მანიფესტაცია. და როგორ ვმანიფესტირებთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან ხშირად არ ვიცით რომ ვმანიფესტირებთ. და აქ შემოდის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. ყველაფერი არის მანიფესტაცია. ყველა ჩვენი სიტყვა და ყველა ჩვენი აზრი, რომელიც გონებაში არის და სიტყვა, რომელიც პირიდან გამოდის, არის მანიფესტაცია. იმიტომ რომ ჩვენ რო პირიდან ვუშვებთ სიტყვებს, ჩვენ გონია რომ ვუშვებთ, რეალურად ცირკულირებს და ჩვენ გვესმის და ვიჯერებთ. ურთიერთობებზე რო ვაკეთებდი ვიდეოს, აი მან თუ თქვი ეგ რა, რომ შენ თუ იმეორებ რომ ყველა კაცი ერთნაირია, შენ ცხოვრებაში მოვა ყველა კაცი ერთნაირი. იმიტომ რომ გონებას აქვს უდიდესი თავდაცვის მექანიზმი და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ის არ აღმოჩნდეს მტყუანი. და შენ ყველაფერს გააკეთებ იმისთვის, რომ თქვა, აი ხომ ვამბობდი. ეს ამბავი, რომ ყველაფერი არის ჩვენი გონების მანიფესტაცია, ძალიან კარგად არის გადმოცემული წიგნში რეალობის ტრანსერფინგი ვადიმ ზელანდის. და ამ წიგნს პანიკურად ვაზიარებ ხოლმე ჩემს ინსტაგრამზე და ჰაილაითი მაქვს ინსტაგრამზე, რომელსაც ქვია გირჩევ და იქ ყველაფერი არის, რასაც ალბათ გირჩევთ და რაც მე თვითონ დამეხმარა. და აი ამ წიგნს თუ ჩაუჯდებით,
ტვინი აგიფეთქდებათ ისეთ მარტივ რაღაცებს გააცნობიერებთ, ოღონდ გირჩევთ, რომ თუ ამას ჩაუჯდებით, უბრალოდ მაქსიმალურად მოიხსნათ შეფასება და განსჯა, არაფერი არ განსაჯოთ, არაფერი არ შეაფასოთ, უბრალოდ უსმინეთ ბოლომდე, მერე შეგიძლიათ დაიწყოთ კრიტიკა. რავი, შეგიძლიათ პირდაპირ ამ წიგნის კრიტიკოსები მოძებნოთ. უბრალოდ ამ წიგნში არის იდეალურად გადმოცემული ძალიან მარტივ, არა პროფესიონალურ ენაზე, როგორ მუშაობს ჩვენი გონება, როგორ ირეკლავს ყველაფერს და საერთოდაც როგორ მატერიალიზდება ჩვენი ფიქრები. და ძალიან ხშირად მსმენია, რომ მე მაგალითად ამას მანიფესტირებ და რატო არ ხდება. იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით რა არის მანიფესტაცია და ამ მანიფესტაციას ვუწოდებთ, რომ სანთლებს რომ აინთებ და კალამით და ფურცლით დაჯდები და იქ დაწერ აწმყო დროში აუცილებლად. არა. ეგ უბრალოდ არის რიტუალური სახე რაღაცის. მანიფესტაციას ვაკეთებთ ყველა ჩვენი სიტყვით. შენ თუ იმეორებ, რომ რაღაცა ნაკლი გაქვს, რაღაც არ მოგწონს ის ხდება, ეს მანიფესტირდება. ანუ შენი ტვინი გისმენს და ძირითადად გეთანხმება. ძირითადად კი არა, სულ გეთანხმება რა. ანუ სამყაროს, ესე სამყარო რო ავიღოთ, ხო? სამყაროს ენერგიებს არ აქვს იმისი პრეტენზია, რომ შენ რაღაცები დაგიმტკიცოს. ანუ სამყარო არ დაგანახებს, რომ ლამაზი ხარ. შენ თუ არ დაიწყე ამაზე ლაპარაკი. აი აფირმაციები და სარკეში ლაპარაკი და რაღაცები მაგიტო არის ხოლმე საკმაოდ ეფექტური რა. ყველაფერს არ შეადგენს და მაგით ვერ მოვიპოვებთ თავდაჯერებულობას, მაგრამ მაგიტო არის მნიშვნელოვანი ეგ, რომ შენ უნდა შეცვალოს შენი ფიქრის და ლაპარაკის ტექნიკა. იმისთვის რომ შენ ტვინში რაც გჯერა, ნელ-ნელა გადაეწყოს. ანუ მე არაფერი არ შემიცვლია გარეგნობაში. მაგრამ გარეგნულად შევიცვალე ძალიან. წითელი თმა, რავი, 5 წლის წინაც მქონდა წითელი თმა, მაშინ, როდესაც სარკეში ვდგებოდი და ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ მარტო სიკვდილს იმსახურებ. და არ უყვარხარ არავის. ეს მჯეროდა. იმიტომ რომ ესე ვამბობდი. და მაგის მერე არაფერი არ შეიცვალა, მაგრამ ვიზუალურ დონეზეც ცვლილება მეტყობა ძალიან. იმიტომ რომ რაც მე დავიჯერე და დავიწყე ჩემს თავში სილამაზის აღქმა, ეხლა ჩემ თავს რო ვუყურებ, ძალიან ლამაზი არის. ეს სათითაოდ რო განვიხილო, ანუ არაფერი განსაკუთრებული არ მაქვს. თვალისფერი მაქვს basic 6 მილიარდ ადამიანს აქ იგივე, ცხვირი მაქვს basic კავკასიური, არ ვიცი რამდენი ვართ, 3 მილიონ ადამიანს აქ იგივე, კაი 2 მილიონს შეიძლება. ყოველ შემთხვევაში ჩემ გვარში ყველას ესეთი ცხვირი აქვს. ნუ, კაი თმა მაქვს რაღაცა წითელი, რომელიც ინდივიდუალიზმს მანიჭებს და რაღაცა ტატუ და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ყველაფერი არის დამატება. მე უბრალოდ ვხედავ და დავიწყე რაღაცების აღქმა. და დავიწყე ამის თქმა ჩემი თავისთვის. პირველად რომ მქონდა მომენტი, როდესაც მომენტი მქონდა, ზუსტად მახსოვს ეს მომენტი, ვარკეთილში ვცხოვრობდი და სახლიდან გავდიოდი და ვიცვამდი წინდას. და უცებ დამაჟრიალა, იმიტომ რომ ვაიმე როგორ მიყვარს ჩემი თავი. აი, სხვაზე რო ფიქრობ, როგორ გიყვარს და გაჟრიალებს, ზუსტად ეგ მომენტი მქონდა და ძალიან უცნაური შეგრძნება იყო. და ეგ მომენტი იყო, როცა მივხვდი, რომ ეს არის შესაძლებელი. და ძალიან ბევრი მომენტი მქონდა ცხოვრებაში, როცა მივხვდი, რომ სიტყვებს და ფიქრებს აქვს უდიდესი ძალა. და როდესაც მაგალითად დავიწყე ამ რაღაცა მანიფესტაციების და აფირმაციების და ესეთი რაღაცების გარკვევა ძალიან basic დონეზე, აი უბრალოდ რომ უსმენდი, რომ შენ თავს უთხარი, რომ ლამაზია სარკეში და რაღაცა, ძალიან მეკრინჯებოდა. მეთქი ეგ როგორ უნდა გავაკეთო, საერთოდ რას ნიშნავს, არაფერი არ არსებობს. მაგრამ მე დავფიქრდი, რომ თუ იმ უარყოფით სიტყვებს და ფიქრებს ქონდა ძალა, იქნებ დადებითსაც ქონდეს. დავიწყე და პრაქტიკება იმის, რაც ძალიან მეკრინჯებოდა და რეალურად 4 წლის წინ ყველაფერი მეკრინჯებოდა, რასაც ახლა ხედავთ ჩემ სოციალურ ქსელში. მეკრინჯებოდა ბედნიერი ადამიანები, მეკრინჯებოდა იოგა, მედიტაცია, აფირმაცია, მანიფესტაცია, რა სულიერება, რა სიგიჟეა. ყველაფერი მეკრინჯებოდა, რაც ახლა ვაკეთებ. და ეგ ცვლილება მოიტანა იმან, რომ ნელ-ნელა გავაცნობიერე თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს იმას, რასაც ვამბობთ. იმას, რასაც ვისმენთ,
იმიტომ რომ აქ რო ასმენინებ პირდაპირ აქ ესმის და იჯერებს. იმიტომ რომ გეთანხმება. იმიტომ რომ სამყაროს არ აქვს იმისი ამბიცია, არ აქვს იმისი პრეტენზია, რომ შენ რაღაცები გიმტკიცოს. შენ თუ გჯერა რომ მახინჯი ხარ. ანუ აქ ობიექტური ჭეშმარიტება არ არსებობს. მე ობიექტურად ლამაზი არ ვარ. მე ლამაზი ვარ ჩემთვის და მე ლამაზი ვარ ვიღაცისთვის და მე მახინჯი ვიქნები ვიღაცისთვის. ეს არის უბრალოდ ხედვა. არანაირი ობიექტური ჭეშმარიტება არ არსებობს. მე ყოველ შემთხვევაში მჯერა რომ მილიარდობით ჭეშმარიტება არსებობს იმდენი რამდენი ადამიანიც არის. შენ თუ ამბობ რომ მე მახინჯი ვარ, მანდ შენს თავში. შენ თუ ამბობ რომ მე ლამაზი ვარ, მაგრამ ობიექტურად მე არც ლამაზი ვარ, არც მახინჯი. ყველაფერი დამოკიდებული არის სიტყვებზე და ფიქრებზე. რამდენიმე თემა აქ ავურიე, მაგრამ თავარი ამბავი არის ის, ხალხო, რომ აი აქ რაც ხდება, ეს არის ჩემი მანიფესტაცია. და მე რო ეხლა აზიაში ვარ და მოგზაურობ, ეს ყველაზე დიდი მანიფესტაცია, იმიტომ რომ 1 წელი ამ სცენარებზე ვფიქრობდი. ოღონდ განზრახ არა. ეს თავისთვის. როგორც ეხლა ვფიქრობ, სცენარზე, რომ კაი არ ვიტყვი, მე რა უნდა გაგავოცოთ, მაგრამ ძალიან საოცარ სცენარზე ვფიქრობ, ისეთზე, რომ ოღონდ ეს სცენარიც თავისით გაჩნდა ჩემს ტვინში და თავისით აფიქრება ჩემ ტვინს. და რავი, ლაპარაკობ ხოლმე წარმოვიდგენ და ეს მანიფესტაცია, იმიტომ რომ ყველა ჩვენი ფიქრი მანიფესტაციაა და რეალიზდება. და ეს არის საოცარი ამბავი, ანუ ამას რო აცნობიერებ, ხვდები, რომ რაღაცებზე კონტროლი შეგილია. და მიუხედავად იმისა, რომ მე ეს ვიცი და ბოლომდე ვიაზრებ, არაფერს არ უმანიფესტირებ. ძალიან იშვიათად რომ მე დავჭდე და რაღაც დავამანიფესტირო. კი, ყოველ ღამე ვწერ ხოლმე იმას, რა სურვილებიც მაქვს და არ არის არარეალური. არაფერს არ უმანიფესტირებ, იმიტომ რომ ძალიან ვისწავლე პროცესის ნდობა და დაჟე ვიცი, რომ ჩემზე უკეთ სამყაროს შეუძლია დაგეგმა და ამიტომ დიდად არაფერს არ უგეგმავ. იმიტომ რომ ვიცი, რომ სამყაროს უკეთესი გეგმები აქვს და I'm just open. Okay. ძალიან 15 წუთი ერთ გაცნობიერებაზე ლაპარაკი ზედმეტი ანა. იმიტომ რომ 2 გვაქვს კიდე. მეორე გაცნობიერება უნდა ჩავიხედო ჩემ შპარგალკაში. ვაიმე, ძალიან გავბედნია ერთი მაგაზე ლაპარაკით, ღმერთო რა, აი რამ ხელა რაღაც არის, იმიტომ რომ აი ამის კონტროლი ხო შეგილია. ანუ აი ამის კონტროლი ხო მაინც შეგილია. და უბრალოდ კარგი რაღაცები ლაპარაკე. სიგიჟეა. აი მე რომ წერთ ხოლმე Instagram-ზე აი კარგ შეფასებებს და მეუბნებით ხოლმე რომ აი როგორ ანათებ და შენგან როგორი კარგი ენერგია მოდის და ასე შემდეგ. ანუ კი მიხარია ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ ნეტა თქვენ ხედავდეთ საკუთარ თავში იმ პოტენციალს, რისი დანახვაც მან მე შემილია. იმიტომ რომ შეუძლებელია არ არსებობს, გამორიცხულია შეძლო ადამიანში სინათლის დანახვა, თუ ის შენშიც არ არის ჭარბი ენერგიით. ადამიანს არ შეუძლია იმის დანახვა, რაც საკუთარ თავში არ არის. აი აქციაზე მდგომებს რო გვეუბნებიან ხოლმე, რომ აი ფულს იღებთ თქვენ. ამ ადამიანებს უბრალოდ არ შეუძლიათ საკუთარი იდეისთვის ბრძოლა. ვისაც საკუთარი იდეისთვის ბრძოლა შეუძლია, აუცილებლად დაინახავს სხვა მებრძოლების ანთებულ გულს. ეგ უბრალოდ წარმოუდგენელია. აი თუ კი ვინმე გეუბნებათ უარყოფით კომენტარს, საკუთარ თავს ეუბნება 100-ჯერ უარეს. მაგაში იყავით დარწმუნებული. არავის არ გონია საკუთარი თავი ლამაზი, ვინც სხვას ეუბნება მახინჯი ხარო და რას გავხარო და ასე შემდეგ. არავის. აი TikTok-ის კომენტარებს ჩამოვყევით და მერე, რავი, გადადთ ამ ადამიანების პროფილებზე და ეცადეთ რომ მათი თვალები წაიკითხოთ. არავის არ ჯერა რომ თვითონ კარგი არის თუ სხვას უწევს რაღაც ცუდ რაღაცებს. მოკლედ ცუდი რა, ანუ ავწდი ახლა თემას, იმიტომ რომ ძალიან გავბედნიერდი და მომინდა მაგის გაზიარება. მეორე ჩემი გაცნობიერება, რომლის აი აქ ესეც ჩემი გაცნობიერებაა იდეაში, ესეც გაცნობიერებაა, ესეც. ეს არის ახლოდან არ ვიცი როგორ დაგანახოთ. ეს არის იოგას პოზა.
ხიდს რო ვეძახი, წითელი თავი აქვს. და ეს გაცნობიერება მქონდა ზუსტად აი ეს პოზა რო გავაკეთე პირველად. და რა თქმა უნდა ამ ყველაფრის ავტორი იყო ჩემი მეგობარი გურანდა, რომელთანაც პირველად დავიწყე იოგას პრაქტიკა. და რატო იყო ხა ეს გაცნობიერება ესეთი მნიშვნელოვანი და ეს პოზა? მე ძალიან ხშირად მანამდე ვამბობდი ხოლმე, რომ აი ადამიანს ყველაფერი შეუძლია, ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია თუ მოვინდომებთ და ამას ყველა ამბობს, ანუ ყველა ვამბობთ. არავინ არ ამბობს, რომ ადამიანის რაღაცები არ შეუძლია. ყველა ვამბობთ რა და მეც თითქოს მჯეროდა ეს. მაგრამ ნახეთ რა მოხდა. და ამ გაცნობიერებას ემატებოდა ეს რაღაცეები. და ეს გაცნობიერება იყო, რომ ვიყავით სტუდიაში, ეს იყო 2 წლის წინ დაახლოებით. გურანდამ გაგვაკეთებინან ჩვეულებრივად იოგას პრაქტიკა იყო და პრაქტიკის ბოლოს უკვე ვასრულებდით, რომ გურანდამ გითხრა, რომ აი ხელები უკან გადაწიეთ, ფეხები მოხარეთ, ეცადეთ რომ თავს დაეყრდნოთ და ვაკეთებ ამას მივუყვებით და ეხლა აიწიეთ და ავიწიე ჰაერში. და ვარ ამ პოზაში რა. სხვაშორის ვიდეოც მაქვს. და ეგ მომენტი იყო, როცა ანუ გავაცნობიერე რა გავაკეთე. გურანდას წინასწარ რო ეთქვა, მოდი ხიდი გავაკეთოთო, მე ვეტყოდი, რომ შანსი არ არის, მე მაგას ვერ გავაკეთებ. და არ გავაკეთებდი. და კიდევ კაი არ მითხრა თავიდან. იმიტომ რომ სხვა ადამიანებს ხო ვუყურებდი, არც კი ჩამithვლია არასდროს, რომ ოდესმე ეს მეცადა. იმიტომ რომ მე გადაწყვეტილი მქონდა, რომ ეს არ შემიძლია და რაღაცები ესე გვაქვს ხოლმე გადაწყვეტილი, რომ არ შემიძლია. და ეს რო გავაკეთე და მივხვდი რა გავაკეთე, უცებ მომენტი მქონდა, რომ მოიცა მართლა ყველაფერი შეგვიძლია? და ძალიან უცნაური იყო. ძალიან უცნაური იყო და აი მაგ მომენტში მივხვდი, რომ უბრალოდ ესე რაღაცებზე ვამბობთ ხოლმე, რომ არ შეგვიძლია. და ზუსტად მანდ მქონდა ეგ გაცნობიერება, რომ მოიცა მართლა ყველაფერი შეგვიძლია. მაგრამ ნელ-ნელა მაგას დაემატა ისიც, რომ მერე შარშან ვიყავი აისში. აისი არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია. აისი შეგიძლიათ ესე მოძებნოთ, ვინც არიცით, ეს არის სამხედრო სალაშქრო კურსები და ეს კურსი ჩავამთავრე ბოლომდე. მე ადამიანს, რომელსაც არასდროს აზიდვები არ გამიკეთებია, აისის პირველივე გასვლაზე მუშტებზე ვიდექი და არ ვიცი რამდენი აზიდვა გავაკეთე. აისის პირველი გასვლა ჩემთვის იყო, ანუ შემიძლია, აი პირველი გასვლა და ღამის მარში იყო, ისეთი ზოგადად აისი იყო ჩემს ცხოვრებაში უდიდესი გარდატეხა, აი უდიდესი გარდატეხა იყო და პირველი გასვლა იყო ისეთი ტრიპი, რომელზეც მე დარწმუნებული ვარ, რომ არ ვიცი, აი სოკოები რო გავსინჯო, ეგეთ ტრიპს ვერ მომანიჭებს რა. არ გამისინჯავს დრაგები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეგრეა. იმიტომ რომ პირველ რიგში მქონდა უდიდესი კომუნიკაცია საკუთარ სხეულთან. მე აისის პირველი საცდელი გასვლა, რომელიც არის სრული ჯოჯოხეთი, გზაში ვფიქრობდი ამათ უნდათ ალბათ რომ ჩვენ დავიხოცოთ, იმიტომ რომ სხვა ახსნამ ყველაფერს არ აქვს. და ეს გასვლა იყო 7-8-9 საათი, არ მახსოვს რამდენი. და მე ადამიანს, რომელსაც მაგ უსაშინლესი კარდიო, მეორე სართულზე ქოშინით ავდივარ, მაგრამ მაინც ვლაშქრობ. მაშინ პირველ გასვლაზე გავაცნობიერე, რომ ნებისმიერი ლიმიტი მხოლოდ არის ჩვენი გადაწყვეტილება. არაფერი ჩვენს არ შემიძლიას უკან ლოგიკური არ დგას. ეს არის უბრალოდ ჩვენი ლიმიტები, რომელიც დავაწესეთ. და დავაწესეთ, რომ მე არ შემიძლია, ეხლა ძალიან ხშირად მიწერენ ხოლმე, რომ აი მე ალბათ ვერასდროს ვერ გავუბედავ აზიაში მოგზაურობას. რატო გადაწყვიტე, რომ ვერასდროს ვერ წახვალ მარტო სამოგზაუროდ. ვინ მოგცა უფლება, ამას ზამბრაზდები ხოლმე, იცით როგორი გაღიზიანება დამეწყო, რომ ვინ მოგცა უფლება, რომ შენ თავს გადაუწყვიტო, აი დამოუკიდებელ არსებას, აი აქ შექმნილი რაღაცა მოდებილო ლიმიტით, რომ რაღაც არ შეგიძლია. რას ქვია არ შეგიძლია? ცადე? რამდენჯერ სცადე? 20 ჯერ სცადე და ვერა? 30 ჯერ სცადე და ვერა? საერთოდ რას ვუწოდებთ გამოსვლას? ეხლა მეც ვამბობ იქ მუშტებზე აზიდვები გავაკეთეთ თქვენ, სამკუთხედში ჩავდიოდი. მაგრამ ამბავი აქ არის ის, რომ გავაკეთე.
მე აისის საბოლოო გამოცდა არ გამივლია, რასაც ქვია ღამის მარში, იმიტომ რომ სუფთ აზიდვებს ვერ ვაკეთებდი. მაგრამ გავაკეთე ისეთი რაღაცეები, რაზეც რომ ეკითხა ვინმეს თუ გააკეთებო, ვერ გავაკეთებდი. მაგრამ ყოველთვის გააჩნია გარემოს. და ძალიან ბევრ რაღაცას გააჩნია. და აისმა მომცა ზუსტად ეგრო ლიმიტები ფაქტობრივად გაქრა ჩემ ცხოვრებიდან რა. არაფერს აღარ ვუწესებ ლიმიტს. არაფერზე აღარ ვამბობ, რომ არ შემიძლია. იმიტომ რომ შეიძლება შეიქმნას მომენტი და მდგომარეობა, როცა მე ამას ვიზამ. და აღარ ვამბობ, არ შემიძლიას, იმიტომ რომ არ შევუქმნა ჩემს გონებას ეს ახალ-ახალი ლიმიტები. მე ახლა რომ მკითხო, ექსტრემალური რაღაცები არ მიყვარს, არ მომწონს და ანუ განა არ შემიძლია, არ მინდა რომ პარაშუტით გადმოვხტე. აი არასდროს არ მექნება ეგოცნება. რომ პარაშუტით გადმოვხტე. მაგრამ არ შემიძლიას არ ვიტყვი, იმიტომ რომ შეიძლება მომენტი იყოს და ავდგე და გავაკეთო. და იმ ავდგე და გავაკეთოს მომენტში არ მინდა დამბლოკოს ჩემმა ხელოვნურად შექმნილმა ლიმიტმა, რომელსაც არანაირი ლოგიკური ახსნა არ აქვს. თქვენ რაზეც არ უნდა ამბობდეთ არ შემიძლიაო, ამას არ აქვს არანაირი ლოგიკური საფუძველი. შეუძლებელი ამას კონდეს ლოგიკური საფუძველი. ამას აქვს უბრალოდ ლიმიტი, რომელიც ტვინში შევქმენით, რომ ეს არ შემიძლია. და ამ ლიმიტებს ქმნის ჩვენი თავდაცვის ფუნქცია. ტვინს აქვს თავდაცვის ფუნქცია. არ ჩაგაყენებს საფრთხის შემცველ მდგომარეობაში. არ გაგიშვებს რომ რაღაც გააკეთო. იმიტომ რომ შიშის გარკვეული დოზა გვჭირდება, ეგ რო არ გქონდეს, გადავხტებოდით აივნიდან, იმიტომ რომ რატომაც არა, არ გვეშინია. ძალიან ბევრ რაღაცას გავაკეთებდით. მაგრამ ხანდახან ეს არის გადაჭარბებული. და თავდაცვის ფუნქციით, ანუ იქაც მაგალითად აისში რო დავდიოდი, პირველივე გასვლაზე მქონდა რომ ანა ეხლა თქვი რომ წასვლა გინდა და წადი, თქვი რომ წასვლა გინდა და წადი. იმიტომ რომ ჩემი ტვინი მუდმივად ამას მეუბნებოდა რომ ეხლა აქ რას დაბოდიალობ, წადი წამოწექი. იმიტომ რომ ჩვენს ტვინს ეშინია და გვიცავს. და ამ თავდაცვის ფუნქციის გამო უნდა ვიყოთ მადლიერი, მაგრამ არ უნდა მოვექცეთ მის ციხეში. და არ უნდა ვთქვათ, რომ მართლა უზომოდ ვღიზიანდები, როცა მეუბნებიან, რომ აი მე ვერასდროს ვერ წავალ მარტო სამოგზაურო. რატო? აი რატო? რა არის ამაში ეგეთი? რომ ვერ გააკეთებ. არაფერი არ არის. აი 4 თვე აქ ვარ, არაფერი არ არის. ხან მგონია რომ გლდანში დავდივარ. აი გლდანში არ ვარ ბევრჯერ ამყოფი. საბურთალოზე დავდივარ. არაფერი განსხვავება არ არის. აი საერთოდ არაფერი არ არის. ძალიან მაგარია. ძალიან მაგარი არის მომენტი, რომ შენს ამ ლიმიტს ჯობნი. იმიტომ რომ მეც ეგრე მეგონა, სხვებს რო უყურებდი, რომ მარტო მოგზაურობ. მეთქი შანსი არ არის, მე ისო ამასა ვერ გავაკეთებ. რატო ვერ გააკეთებ? ერთადერთი გაბედვა ჭირდებოდა იმას, რომ მეთქვა, რომ კი, მინდა ბილეთს ყიდულობ. ბილეთის ყიდვის მერე გასაბედი არაფერი არ შემხვედრია აქ. და ერთადერთი არის ჩემი ლიმიტები, რომელსაც ვცდილობ, რომ გადავაბიჯო და ყურადღება არ მივაქციო. იმიტომ რომ არის ხოლმე, რომ აი შენ უცხო ხალხთან ერთად ლაშქრობაზე წასვლა არ შეგიძლია. რატო არ შემიძლია? ვინ დამიშლის, შენ დამიშლი, შენ ჩემ ხელში ხარ. მაგარია. აი ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი ჩემი აზრით რა, რომ ნებისმიერი არ შემიძლია არის ჩვენი ლიმიტი, რომელსაც არანაირი ლოგიკური საფუძველი არ აქვს, რომ არსებობდეს. აქვს მხოლოდ გონების თავდაცვის ფუნქცია და არ არის აუცილებელი, რომ გონების თავდაცვის ფუნქცია ცხოვრების ლიმიტად გამოვიყენოთ, შეგვიძლია გამოვიყენოთ მხოლოდ თავდაცვის ფუნქციად. გურანდას ამ თავდაცვის ფუნქციებზე ძალიან კარგი ვორქშოპი ქონდა ადრე და ძალიან კაი იქნება თუ სადმე გაიმეორებს. ბოლო ჩემი გაცნობიერება, რომელიც სიმართლე გითხრათ არ მახსოვს, როდის დადგაცუნდა, ეგ მომენტი არ მახსოვს, მაგრამ მთელი არსებით ვგრძნობ და არის ყველაზე რთულად ასახსნელი. და მთელი არსებით ვგრძნობ, რომ ცხოვრება არის გამოცდილება და არაფერი მეტი. მე აქ ვარ იმისთვის, რომ ვიცხოვრო. და ეს არის ჩემი პირველი ანუ ეს არის ადამიანად ყოფნის გამოცდილება. არ ვიცი, მანამდე რა ვიყავი. სული, რომელიც მოვიდა და უნდა გამოსცადოს ადამიანად ყოფნა.
და მთელი არსებით შევედი ამ მდგომარეობაში, რომ მე უნდა გამოვცადო ცხოვრება. და ამ ცხოვრების ნაწილი არის ტკივილი, ამ ცხოვრების ნაწილი არის ბედნიერება, შიში, ყველანაირი შეგრძნება, სწავლა, უმაგრესი პროცესი, ადამიანებთან ურთიერთობა, ეს ყველაფერი არის გამოცდილება. ამის უარყოფითი ამბავი არის ის, რომ მომავლის დაგეგმა ძალიან მიჭირს და თითქმის არ შემიძლია, იმიტომ რომ არ შემიძლია წარმოვიდგინო რა ხდება, იმიტომ რომ ამ გამოცდილების პროცესში ვარ მთლიანად შესული. და ეს არის ძალიან დიდი თავისუფლების შეგრძნება, იმიტომ რომ ვიცი რომ ყველაფერი გამოცდილებაა. აი 2 წლის წინ მაშინაც ვიყავი ამ მდგომარეობაში მეტნაკლებად რა. 2 წლის წინ გადავიტანე ძალიან რთული დაშორება. 3 თვე ვტიროდი არ გვჯღაოდი. ერთხელ მგონი 24 საათი ვიტირე, არ მიძინია. და ვტიროდი, არაადეკვატურად, ჩემ მეგობარს ვურეკავდი და სუნთქვას მithვლიდა, იმიტომ რომ სუნთქვას ვერ ვარეგულირებდი, საშინელი ტკივილი იყო. მაგრამ მაშინაც ვიყავი ბედნიერი. და ვიცოდი რომ ეს არის გამოცდილება, ეს უნდა გავატარო. და ამ პროცესის თანმდევი არის შეგრძნება, რომ მე კი არ უნდა ვებრძოლო. არც ტკივილს უნდა ვებრძოლო და არც რამისთვის უნდა ვიბრძოლო, არც წარმატებისთვის არ უნდა. არც წარმატებისთვის არ ვიბრძვი, არც ტკივილებს არ ვებრძვი, არ ვცდილობ რაღაცის მოშორებას. იმიტომ რომ ყველაფერი არის გამოცდილება. ეს ტკივილი, რომელიც მოვიდა, მე იმას კი არ უნდა ვცდილობდე, რომ ამას ვუმკურნალო და მოვიშორო და მოვიჭრა და აღარ განვიცადო. არა, უნდა განვიცადო და გაიაროს. ესევე მოდის ყველაფერი. მოვა, შენ გაატარებ და გაივლის. თუ ამაზე ხარ ორიენტირებული, არაფერი არ დარჩება სამუდამოდ. არც ტკივილი დარჩება სამუდამოდ. თუ შენ ორიენტირებული ხარ, რომ ეს გაატარო, შეიგრძნო, ისწავლო, გამოსცადო და გაატარო. ეს არის უკარგესი პროცესი არის მართლა. ეხლა ჩემს ნებისმიერ ურთიერთობაში, თუნდაც ეს იყოს რომანტიკული ურთიერთობა, მე მაგას ვცდილობ მაქსიმალურად, რომ ეს არის ახალი ადამიანი, ახალი გამოცდილება. რა შეგვიძლია აქ ახალი გამოვცადოთ? რა შეგვიძლია ახალი გავატაროთ? და არაფერი აღარ გამოდის ტრაგიკული. თუმცა, თუ ტრაგიკული იქნება, ეს ტრაგიკულიც შეგვიძლია გავატაროთ. რა ვიცი, ფეხებზე დავეცეთ, ვიტიროთ, შუქი ჩავაქროთ. მე მიყვარს ხოლმე ეგრე ტრაგიკულად განცდა, რომ შუქი ჩავაბნელებ და ვზივარ. და ვკითხულობ პოეზიას, რომელიც ჩემთან ძალიან ახლოა. ეგეც ძალიან მაგარია. ნებისმიერი ახალი მოსული გამოცდილება, შარშან მქონდა ძალიან ცუდი გამოცდილება და ეგ ამბავიც, რომ გადავატარე როგორც გამოცდილება და მოვუძებნე რაღაც ახსნა, მივხვდი, რომ ამ პროცესში ვარ მყარად. და მიფიქრია ძალიან ცუდ გამოცდილებებსაც, რაც ძალიან ტრაგიკულია ხოლმე ადამიანებისთვის და მივხვდი, რომ კი, მაგასაც ესე გავივლი რა გამოცდილების კუთხით და მივხვდი, რომ ეს არის არ ვიცი, უდიდესი თავისუფლების შეგრძნება, იმიტომ რომ აღარ ხდები არაფერზე მიჯაჭვული. არც ადამიანებზე ხდები მიჯაჭვული, არც გარემოზე ხდები მიჯაჭვული, არც სამსახურებზე, არც მდგომარეობებზე, არაფერზე აღარ ხდები მიჯაჭვული. იმიტომ რომ შენთვის ეს ყველაფერი არის, რომ ეს უნდა მოხდეს. კი, რა თქმა უნდა, შეიძლება ამ პროცესშიც გეწვიოს, არ ვიცი, სამუდამო სიყვარული და ცხოვრების ბოლომდე იმ ადამიანთან იყო, მაგრამ იქაც პროცესებია, რომელიც უნდა გაიარო. ეს ხო არ იქნება მუდმივად ერთნაირი ნაკადი. იქაც იქნება, ძალიან დიდი ჩხუბები, მილიონჯერ მოგიწევს იმ პროცესის გადახარშვა, რომ შორდებით თუ ერთად ვართ, თუ რა ვშვებით. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესში ვარ,
მიჯაჭვულობები მაქვს დღემდე. ცხადია, იმიტომ რომ ჩვენი რაღაცები ქმნის იდენტობას. მაგალითად, მიჯაჭვულობა მაქვს ჩემს თმის ფერთან და ჯერჯერობით კი ბევრჯერ ვიფიქრე, რომ დაუბრუნდებით ხო ბუნებრივს, მაგრამ ვერ იმდენად მგონია, რომ ეს არის ჩემი, რაც ბოლომდე გამომხატავს და ჩემს ენერგიასთან იმეჩება, რომ დღემდე ვერ მოვითქვი, რომ ეს იმას ქნა რა, მოვიშორო. მათ შორის მგონია, რომ იდენტობების მოშორება არის შეუძლებელი ცხოვრებაში, იმიტომ რომ ანუ რავი, ბერებს ერთი რაღაც აქვთ შემოხვეული, მაგრამ მაგაზე დიდი იდენტობა და თვითგამოხატვა რა გინდა? რაც ეგ არის ხო? პირიქით, ანუ რაც უფრო იშორებ და მინიმალურზე რჩები, შენი იდენტობა მით უფრო შესამჩნევია და მით უფრო მკაფიო შესაბამისად. მე მგონია, რომ შეუძლებელია იდენტობისგან გათავისუფლება, თუმცა შესაძლებელია გათავისუფლება მიჯაჭვულობებისგან. და ნელ-ნელა მაგაზე ვმუშაობ. მესმის გონების დონეზე მესმის როგორ ხდება ეს მიჯაჭვულობებისგან განცალკევება და გათავისუფლება, მაგრამ მაგაზე ნელ-ნელა ვმუშაობ, იმიტომ რომ არ არის მარტივი რა, რაღაცებს მაინც ეჯაჭვები. ადამიანებს მით უმეტეს ვეჯაჭვებით ხოლმე. მაგრამ აი ამ პროცესში რომ ცხოვრება არის გამოცდილება, აი ეს სიტყვები, ცხოვრება, მთლიანად სიცოცხლე არის გამოცდილება, ეს გავიაზრე აი უზომოდ. ხანდახან მგონია რომ ზედმეტადაც, იმიტომ რომ ცოტა გამოვიჭედე აქ და ახლა გავიჭედე აქ და ახლა მდგომარეობაში და ძალიან მიჭირს მომავლის დაგეგმა, ანუ არა მაქვს გეგმები. და მაგაზე ცოტა ვმუშაობ, რომ დისციპლინა შევიტანო ჩემს თავში, მაგრამ იმდენად მაჩვენა გამოცდილებამ, რომ პროცესის ნდობას უფრო კარგი რაღაცები მოაქვს, ვიდრე მე შემეძლო და მე გეგმა, რომ ძალიან რთულია. მაგალითად ამ ქალაქში ჩამოსვლა, არ ვიცი რომ და მე გეგმა როგორ იქნებოდა, ან რომ და მე გეგმა აზიაში მოგზაურობა როგორ იქნებოდა, მაგრამ აზიაშიც უგეგმოდ ჩამოვედი და მგონია რომ იდეალურად წავიდა ყველაფერი რა. ამ ქალაქში ჩამოსვლაც ძალიან სპონტანური იყო, უბრალოდ ვიღაცა მეგობარმა მომწერა, რომ აი ძალიან კაი ქალაქია და ისიც ნახე და ჩამოვედი და ანუ არ ვიცი, ჩემი სული ყველაზე კარგად აქ არის, ანუ სული კი არა, სხეულიც ძალიან კარგად არის. კარგად არის. გონება ხო საერთოდ, ანუ ინსპირაციები მაქვს უამრავი, მუშაობ ძალიან ეფექტურად, კონცენტრაცია მაქვს გაძლიერებული. ისეთი დამოკიდებულება მაქვს ამ ქალაქთან, რომ ChatGPT-ს გავაკეთებინე ასტროკარტოგრაფია მითხარი, მეთქი რა მაკავშირებს ამ ქალაქთან და რაღაცები მითხრა, ძალიან საინტერესო პროცესი კი იყო. ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაცნობიერება, ყველაზე მეტად რაც მეხმარება და მგონია რომ ყველაზე დიდი მონოპოვარი ჩემი ცნობიერების არის ეს მდგომარეობა. არ ვიცი ამის იქით კიდე რა მდგომარეობებს მოვიპოვებ, მაგრამ ეს არის უდიდესი რაღაცა. და კიდე ერთი ჩემს მეგობარს ვესაუბრებოდი ამას წინათ და აი დიალოგის შინაარსი მინდა მოგიყვეთ, იმიტომ რომ არის ძალიან ინსპირაციული ჩემი აზრით. და იმას ამტკიცებს, რომ რაღაცებს ლოგიკური ახსნები აბსოლუტურად არ აქვს და ჩვენი რეალობა არის ჩვენი ფიქრები. მე მაგალითად ვარ ადამიანი, რომელსაც აქვს ფიზიკური შიშები და არანაირად მენტალური შიშები. მე არ მეშინია მენტალური პრობლემების, არ მეშინია დაშორების, არ მეშინია მენტალური ტკივილის, არ მეშინია დეპრესიის, არ მეშინია, არ ვიცი, ანუ მენტალური შიშები არ მაქვს. მე არ ვფიქრობ, რომ აი ამ ადამიანს რო დავშორდე, მე როგორ მეტკინება, ან ადამიანი რო დავკარგო, მე როგორ მეტკინება, ამის არ მეშინია, მაგრამ მეშინია ფრენის, მიწისძვრის, კატასტროფების, ფიზიკური ტკივილის, სრულიად შემთხვევითაც, აი რომ მიჩქმიტო, შეიძლება ძალიან გაგარტყა, იმიტომ რომ უკონტროლო ხდები ფიზიკურ ტკივილზე. ანუ ამ გარტყმას ოღონდ ვერ გავაკონტროლებ. და ამ ჩემს მეგობარს ეშინია მენტალური ტკივილების. აი როგორც კი ურთიერთობაში მაგალითად გრძნობს, რომ ემოციები უჩნდება, ცდილობს დაშორებას, იმიტომ რომ აი ეს მომენტი აქვს, რომ თან გადაიტანა დაშორება და მაგიტომ. და ეს მომენტი აქვს, რომ აი რომ შემიყვარდეს ადამიანი და მე რომ დავშორდეთ, მე რომ მეტკინება და ამის გამო ურთიერთობებზე ამბობს უარს, იმიტომ რომ მე შეიძლება ეტკინოს. და ნახეთ როგორი რაღაც არის, ეხლა ეს არის ჩვენი ორი განსხვავებული მხარე. ის სხვანაირად, მაგრამ მისთვის ფიზიკური ტკივილები თითქმის არ არსებობს. არ ეშინია არაფრის. ფრენა უყვარს და გიждდება, რავი, მოტოციკლით დადის, ლაშქრობა უყვარს,
რავი ფიზიკური ჩხუბისაც არ ეშინია. ანუ ფიზიკური ტკივილის შიში არა აქვს არანაირი. და ჩვენ ვართ აბსოლუტურად საპირისპირო ერთმანეთის. და ნახე ახლა, მე ყოველთვის უნერვიულობ ფრენის წინ და ხანდახან იმას ვფიქრობ, რომ აი იქნებ არ გავფრინდა საერთოდ, იმიტომ რომ ჩამოვარდეს. და ჩვენ რო ეს საუბარი გქონდა, ვეუბნებოდი, რომ არ არის ლოგიკური უარი თქვა რაღაცაზე იმის შიშით, რომ რაღაც ცუდი მოხდება. და მე ვეუბნები მაგალითად, რომ აი ფრენას გააუქმები, იმიტომ რომ ვაიდა ჩამოვარდეს. და მე ვეუბნება არა, იმიტომ რომ არ მეშინია ფრენის. ხო და მე მაგალითად ურთიერთობას არ გავწყვეტ იმის შიშით, რომ შემიყვარდეს და მერე დამშორდეს. ანუ რეალურად არც ერთი არ არის ობიექტურად საშიში. ანუ არც ერთი არ არის ობიექტურად რაღაცა. ორივე არის შეფასების ნაწილი. ორივე შეფასების ნაწილია. იმიტომ რომ გააჩნია შენ რას როგორ უყურებ და ერთადერთი ამ შემთხვევაში რაც მოქმედებს არის შენ პირადად რისი გეშინია. შენ პირადად რისი გეშინია. და ეგ იყო ძალიან საინტერესო, ანუ მაგას ვუხსნიდი ზუსტად, რომ ანუ რეალურად პრობლემა ის კი არ არის, რომ მართლა რაღაც მოხდეს. ის არის მე როგორ ვუყურებ ამას, რომ რაღაც მოხდეს. იმიტომ რომ მე არ მეშინია დაშორების, მაგრამ მეშინია თვითმფრინავის. და მას პირიქით. და ჩვენ ორივე განსხვავებულ რაღაცებზე ვფიქრობთ, მაგრამ აბსოლუტურად ერთი და იგივეა. შეიძლება უარი ვთქვათ სიამოვნების მიღებაზე, მხოლოდ და მხოლოდ შიშის გამო. მე ფიზიკურ სიამოვნებაზე და მან მენტალურ სიამოვნებაზე. ანუ უცნაური რაღაც არის, არ ვიცი, ეს თუ გასაგება დავხსენი, იმედია გასაგება დავხსენი. მოკლედ მგონი ეს მინდოდა მეთქვა და მეტი არაფერი. იმედია. და იმედია თქვენთვისაც რაღაც ინსპირაციული იყო. კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ ვიდეო, თუ ვიდეოც მოგეწონათ, ცხადია, გააზიაროთ და ხო, კომენტარებში თუ ვისაუბრებთ ამ თემებზე ძალიან გამიხარდება და ასევე ძალიან გამიხარდება დამიწეროთ რაზე მოგინდებოდათ ჩემი აზრის მოსმენა, იმიტომ რომ მთელი ჩემი მოღვაწეობა ჩემი აზრების ბრქვევაა. კარგად.